ახლა კი უნდა გავიგოთ თუ რას გვიქადიან ვარსკვლავები და როგორ გადანაწილდნენ პლანეტების ცის კაბატონზე და რას გვიმზადებს აი სწორედ ეს ჩვენი ვარსკვლავები. Სწორედ ამიტომ ოციანურის ასტროლოგიური რჩევები უნდა მოვისმინოთ, რომელსაც ტრადიციულად ჩვენი ეზოთერიკოსი, ვინ თუ არა ჩვენი ნინა სუსლოვა გაგვიზიარებს. დილამშვიდობი საქართველო, დღეს 20 იანვარია, ორშაბათი. დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა მთვარეა და ეს დღე საკმაოდ ემოციური, გრძნობიარე იქნება. ძალიან მარტივად გამოგივათ ნებისმიერი საქმე, რომელსაც შემოქმედებითი მიდგომა ჭირდება. შეიძლება რაღაც ახლის გაკეთების სურვილი გაგიჩნდეთ და ძალიან მარტივად გამოგივიდეთ. ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ ზოდიაქოს ნიშნებზე. ვერძებო, თქვენ შემთხვევაში უმჯობესია, რომ კონცენტრირდეთ იმ საქმეებზე, რომლებიც თქვენს პასუხისმგებლობაში შედის. ბოლომდე მიიყვანოთ, დაასრულოთ და იყოთ ორიენტირებული ყველაფერზე, რაც თქვენი ვალდებულება, თქვენი პასუხისმგებლობაა. გარდა ამისა, შეიძლება მეგობრებმაც მოგმართონ დახმარების თხოვნით, ეცადეთ, რომ იყოთ მრავალფუნქციურები და ყველაფერი მარტივად მოაგვაროთ, ყველაფერს მაქსიმალური ყურადღება დაუთმოთ. ყუროებო, ეს დღე მშვენიერია მეგობრებთან ერთად გასატარებლად, რაღაც მხიარულ დადებით გარემოში. თუ გადაწყვეტთ, რომ სახლში დარჩეთ, აქაც სასურველია, რომ რაიმე ისეთი დაკავდეთ, რასაც თქვენთვის სიამოვნება, დადებითი განწყობა და ემოციები მოაქვს. ეცადეთ, რომ ეს დღე მაქსიმალურად მრავალფეროვანი იყოს, არ იყოს რუტინული და გააკეთეთ ყველაფერი ის, რაც გაბედნიერებთ, რასაც თქვენთვის დადებითი ემოციის და განწყობის შექმნა შეუძლია. რაც შეგეხებათ თქვენ ტყუპებო, დღეს თქვენთვის სასურველია დასვენება, ემოციური განდვირთვა. კარგი იქნება თუ დღევანდელ დღეს მაქსიმალურად გაინთავისუფლოთ ისე, რომ არ იყოს დატვირთული, არ გქონდეთ რუტინული მძიმე საქმიანობა შესასრულებელი, რაც უფრო მარტივად და მსუბუქად გააკეთებთ დღევანდელ დღეს, მით უფრო დადებითად აისახება თქვენზე, განსაკუთრებით შემდგომ დღეებში უფრო მეტი ენერგია და მონდომება გექნებათ, ასე რომ შეეცადეთ, რომ დღევანდელი დღე მაქსიმალურად თავისუფლად გაატაროთ. კითხებებისთვის ეს დღე საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი იქნება. შესაძლოა მოგიწიოთ ახალი ადამიანების გაცნობა, ახალი ადგილების მონახულება, ახალი ემოციები, განცდები, შთაბეჭდილებები. მოკლედ, ძალიან საინტერესო დღე გელოდებათ, რომელიც ახალ მოგონებებს შეგექმნით. ეცადეთ, რომ მაქსიმალურად პოზიტიურად და დადებითად გამოიყენოთ დღევანდელი დღე. ლომებო, დღის პირველი ნახევარი გამოიყენეთ ადრე დაწყებული საქმეების დასასრულებლად, ბოლომდე მისაყვანად. ეცადეთ, რომ ყველაფერი, რაც გასაკეთებელი გაქვთ, შეასრულოთ. გარდა ამისა, კარგი იქნება თუ მომდევნო კვირას წინასწარ დაგეგმავთ. ხოლო რაც შეეხება დღის მეორე ნახევარს, ეს პერიოდი შეგიძლიათ გაატაროთ თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან, მათაც დაუთმოთ დრო და მიაქციოთ ყურადღება. რაც შეგეხებათ თქვენ ქალწულებო, დღევანდელი დღე შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი სირთულის ფინანსური საკითხის გადასაჭრელად. გარდა ამისა, შეგიძლიათ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, განახორციელოთ შენაძენები. თუმცა გაითვალისწინეთ, არ არის სასურველი კამათი ან ნებისმიერ ადამიანთან კონფლიქტში შესვლა. დღის მეორე ნახევარში სასურველი იქნება თუ გარემო შეიცვლით და გახვალთ ქალაქგარეთ, მიიღებთ ახალ ემოციებს და შთაბეჭდილებებს. სასწორებისთვის დღევანდელი დღე საკმაოდ დატვირთული იქნება. საკმაოდ ბევრი საქმე გექნებათ შესასრულებელი და გარდა ამისა მოგიწევთ, რომ სხვების საქმეებით, სხვების პასუხისმგებლობების თითქოს საკუთარ თავზე აიღოთ. თუმცა თქვენი დიპლომატიური უნარები დაგეხმარებათ იმაში, რომ არც თქვენი საქმე გააფრჩოთ და არც სხვა დატოვოთ დახმარების გარეშე. გარდა ამისა ეცადეთ, რომ დღეს არ მიიღოთ ნაჩქარავი გადაწყვეტილებები და არ იყოთ სპონტანურები. მორიელებო, დღეს შესაძლოა გქონდეთ ახალი იდეები, რომელთა რეალიზაციის შესაძლებლობაც აუცილებლად მოგეცემათ. გარდა ამისა, შეიძლება გაგიჩნდეთ სურვილი, რომ შეიცვალოთ სამსახური ან რაღაც ახალი დაიწყოთ. ნებისმიერი თქვენი სურვილი დაკავშირებული იქნება იმ შეგრძნებებთან, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გქონდათ. შეგიძლიათ რომ იმოქმედოთ, გადადგათ პირველი ნაბიჯი. თუ გრძნობთ, რომ ამის დრო მოვიდა, უმჯობესი იქნება თუ იმოქმედებთ და დაიწყებთ რაღაც პირველი ნაბიჯების გადადგმას წინ თქვენი სურვილებისკენ და მისნებისკენ. რაც შეგეხებათ თქვენ მშულდოსნებო, მზად იყავით ცვლილებებისთვის. კარგი იქნება თუ ნებისმიერ დღევანდელ სიახლეს ღიად შეხვდებით. დადებითი განწყობა გექნებათ და მიხვდებით თუ რისთვის ხდება ეს ყველაფერი. რადგან თითქოს უამრავ სიახლეს გიგზავნით სამყარო, რომელიც უნდა მიიღოთ და ძალიან მალე მიხვდებით, რამდენად წარმატების მომტანი იქნება ეს ყველაფერი თქვენთვის. მოკლედ მიიღეთ ყველაფერი. ის რაც დღეს მოხდება თქვენს ცხოვრებაში, შეხედეთ ამ ყველაფერს პოზიტიურად და დაიწყეთ ფიქრი იმაზე, თუ როგორ შეგიძლიათ განვითარება. დღესქებისთვის დღევანდელი დღე საკმაოდ დადებითი იქნება ფინანსური კუთხით. როგორც შეგიძლიათ რომ გადაწყვეტოთ ფინანსური საკითხები, ასევე შესაძლოა გაზარდოთ ან გაიუმჯობესოთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. შესაძლოა ასევე მიიღოთ საინტერესო შემოთავაზებები, რომლებიც ძალიან წარმატების მომტანი იქნებიან თქვენთვის მომავალში. თუმცა ასევე გაითვალისწინეთ, რომ დღის მეორე ნახევარი სასურველია დაუთმოთ თქვენს ოჯახის წევრებს, მეგობრებს, იმ ადამიანებს, რომლებთანაც თავს კომფორტულად და კარგად გრძნობთ. მერწყულებო, დღეს შესაძლოა შეხვდეთ საინტერესო ადამიანებს. გქონდეთ ძალიან ბევრ ადამიანთან ურთიერთობა. ეცადეთ, რომ ღია იყოთ ახალი ნაცნობებისთვის, ახალი კომუნიკაციებისთვის. ძალიან ნაყოფიერი დღე გელოდებათ უშუალოდ ადამიანებთან ურთიერთობის თვალსაზრისით. ეცადეთ, რომ მაქსიმალურად
გამოიყენოთ ეს დღე იმისთვის, რომ კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ, ახალი ადამიანები, ახალი მეგობრები შეიძინოთ. მოკლედ ძალიან დადებითი და პოზიტიური, საინტერესო დღე გელოდებათ, ხოლო რაც შეგეხებათ თქვენ თევზებო, დღევანდელი დღე ემოციურად შესაძლოა თქვენთვის მძიმე იყოს. ეცადეთ, რომ არ აიღოთ ახალი ვალდებულებები, ის პასუხისმგებლობა, რომელიც შესაძლოა ცოტა მძიმე აღმოჩნდეს თქვენთვის. ეცადეთ, რომ ეს დღე პირიქით მაქსიმალურად თავისუფალი და ნეიტრალური გქონდეთ. ხოლო განტვირთვისთვის კარგი იქნება თუ გახვალთ ქალაქგარეთ, შეიცვლით გარემოს და რაღაც დადებითი ემოციებით აივსებით. გისურვებთ ყველას ბედნიერ და წარმატებულ დღეს.